2 or 3 microphones. The sound does not fade. Our blendcast begins. It begins. მოგესალმებით, ეს ბლენდკასტია და დღეს ვისაუბრებ მარკეტინგზე, ბრენდების შექმნაზე და მომხმარებლის ქცევაზე და კიდევ იმაზე, თუ როგორი იქნება ძლიერი კომერციული შედეგების სწორი კომუნიკაციით. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ადამიანი, რომელიც დგას ბრენდების ზრდის, სტრატეგიისა და თანამედროვე მარკეტინგის ძალიან საინტერესო პროცესების უკან. დღეს ჩვენი სტუმარია ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფში შემავალი იმპორტიორი კომპანია პარტნიორის მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი აბულაძე. გამარჯობა გიორგი. მოგესალმებით გიორგი. მოგესალმებით თიკო ვალერი. მადლობა რომ მომიწვიეთ, მიხარია რომ აქ ვარ თანაც კლინმორეისთან ერთად. შესაბამისად ხელსარელი არ მოსულ ვარ, მინდა რომ ესეთ სპეციალურად ექსკლუზიურად გადმოგცეთ ეს კლინმორეის ორი ახალი რელიზი, რომელიც ჯერჯერობით არ არის არც ერთ ქსელის თაროზე, იქნება პირადად თქვენს თაროებზე სახლში, ხოლო მომხმარებლებს შეძლებათ პირველად დიდი მადლობა. ესენი 16 და 17 მაისს ვისკის ფესტივალზე. მე ვიცანი უკვე ეს რელიზები ნანახი მაქვს პარიზში ვისკი ლაივზე. კი ბატონო, ნამდვილად ეგ არის. თქვენი რეკომენდაციით და რჩევით ჩამოვიტანეთ ეს ახალი. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა საჩუქრისთვის, ნამდვილად არ ვართ საჩუქრებით განებივრებული. და მიხარია რომ აი ესეთი განსაკუთრებული ვისკი იქნება, რომელსაც ჩვენს ფესტივალზე დააგემოვნებს სტუმრები. მე გასინჯული მაქვს ეს რელიზები ძალიან გემრიელი single cask ვერსია გლენმარის ერთი რიოხას ესპანური რიოხას კასში დავარგებული და მეორე ტორფირებული ვერსია. კი ბატონო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. არაფრის პირიქით, თქვენ მადლობა რჩევისთვის და მადლობა აი ამ კარგი წამოწყებისთვის. ისიამოვნებს ყველა სტუმარი, ვინც დააგემოვნებს ფესტივალზე ამ ორ ვერსიას. გიორგი, დავიწყოთ იქიდან, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს აუდიტორიას. როგორ იქმნება ძლიერი ბრენდები? როდესაც კონკურენციის პროცესი დღეს საქართველოში ესე მაღალია. დაგეთანხმებით, რომ ძალიან დიდი კონკურენციაა დღეს ბაზარზე არა მარტო ვისკის კატეგორიაში, არამედ აბსოლუტურად ყველა პროდუქტში და დღეს რა თქმა უნდა თუ ბრენდის უკან სწორი მუშაობა არ დგას ხო და არ დგას ის ანტაზა, რომელიც გვასწავლის, რომ 100 ჯერ უნდა გავზომო და შემდეგ უნდა გაჭრა, იქამდე ამის გარეშე ეს უბრალოდ დღეს ჩვეულებრივი ფორმულა, ამ ფორმულის გარეშე ფაქტიურად შეუძლებელია შექმნა ბრენდი, რომელთაც იტყვი, რომ ეს უკვე ძლიერი ბრენდია საქართველოში. ასე რომ დღეს თითოეულ პროდუქტს თუ რაიმეს ნახავთ თაროზე, ესე თვითდინებით ვერაფერს ვერ გავყიდით. აუცილებლად სჭირდება სწორი მარკეტინგი, იმიტომ რომ ამ კონკურენციის ფარგლებში შენ თუ ამას არ გააკეთებ, სხვა გააკეთებს. ამიტომ უნდა იყო მოწინავე, უნდა იყო პირველი ამ მარკეტინგში მით უმეტეს თითოეულ ბრენდის თუ გინდა და თუ ხედავ რომ ამ ბრენდს აქვს პოტენციალი და აქვს თავისი მიზანი ბაზარზე. როგორ იცვლება მომხმარებლის ქცევა საქართველოში ბოლო წლებში და რამდენად ვეწევით გლობალურ ტენდენციებს? რას ატყობთ თქვენი მხრიდან, თქვენი გადმოსახედიდან ქართულ მომხმარებელს? იზრდება წინ მიდის? კი, საბედნიეროდ მინდა თავად გითხრათ, რომ ბაზარი ვითარდება, იმიტომ რომ საზოგადოება ვითარდება, რაც ბუნებრივი პროცესია. საზოგადოება ვითარდება არა მარტო თაობათა ცვლის ხარჯზე, პრინციპში, არამედ ასევე ვითარდება იმის გამო, რომ გლობალური ტენდენციები მიდის სწრაფად წინ. თუ გლობალურ ტენდენციებს ფეხი არ აუწყე, ვერ საზოგადოება ვერ გავითარდება, შესაბამისად ვერ გავითარდება ის პროდუქტებიც, რასაც ეს მომხმარებელი მოიხმარს. და ვითარდება თუ არა ასევე სწორი გზით, ხო? ამაზეც ბევრი რამ მეტყველებს. მაგალითად, მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ ვართ ბლენდკასტში და ვსაუბრობთ ვისკიზე პირობითად და არ ვართ თქვათ ვოდკასტში, სადაც შეიძლება რომ გვესაუბა ჩვენი ჭრილველი მეზობლის ნაწარმოებ არაყზე თქვათ, ხო? ასე რომ ეს არის სწორი გზა და სწორი მიმართულება საზოგადოების განვითარება. კი ბატონო, კი ბატონო. ძალიან კარგი, ჩვენ ვართ ნამდვილად ბლენდკასტში და ჩვენ გვაქვს ტრადიციული შეკითხვა ესეთი, თქვენი პირველი ვისკი, თქვენი კვეთა პირველად ვისკისთან როგორი იყო თუ გაიხსენებთ და
როცა გასინჯეთ, რა დაგამახსოვრდათ და რომელი ვისკი დაგამახსოვრდათ? ან თუ არ გასინჯეთ, უბრალოდ რომელი ვისკი დაგამახსოვრდათ პირველად? კი ბატონო, ნახეთ, ჩვენ კომპანია, რომელსაც მე წარმოვადგენ, ერთ-ერთი პირველი და ძლიერი კომპანია არის ლუდის იმპორტში. ფაქტიურად 80% რაც კი ლუდები არის დღეს ქსელების თუ არაქსელების თაროებზე ჩვენი იმპორტირებული არის. თუმცა ნახეთ, სანამ მე ამ პორტფელს მივიღებდი ჩემს საქმიანობაში, იქამდე ლუდი საერთოდ არ მიყვარდა. დავიწყე ლუდის გაყიდვა, მომიწია შემიყვარდა ლუდი. მანამდე სიმართლე გითხრათ, არც ხორცლუდებს, ხორცლუდების მოყვარული არ ვიყავი, დავიწყე ნიკორაში მუშაობა, ისე მოხდა რომ შემიყვარდა. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ეს ვისკიც ჩემს პორტფელში არის დაახლოებით 2 წელია, რაც ჩვენ ეს ვისკის კატეგორიას შევეჭიდეთ. და ცოტა არ იყოს სახში ეშინიათ, რომ ბევრი არ მომივიდეს ამდენი ალკოჰოლი, მაგრამ თავარი ახლა სიგარეტის კომპანიაში არ გადახვიდეთ მარკეტინგში. მაგაზეც გეტყვით, სხვათა შორის გვაქვს ელექტრონული სიგარეტიც, უკვე კარგა ხანია, მაგრამ მან ნამდვილად თავს ვიკავებ და თავს ვიჭერ. მინდა გითხრათ, ხოლო ვისკიზე ჯერჯერობით ეგ თავშეკავება არ ხდება, იმდენად საინტერესო და გემრიელი პროდუქტია თურმე იმიტომ ვიძახი, რომ აქამდეც რა თქმა უნდა ვისკი ყველას გაგვისინჯავს, ხო, მაგრამ გაგვისინჯავს ალბათ რაღაც გაზირებულ სასმელთან ერთად, ყინულთან ერთად, ვითომ ვისკი გაგვისინჯავს. ხოლო ის თუ რას ნიშნავს მართლაც ვისკი და ვისკი რო არ არის მარტო სასმელი, სათრობის სასმელი, როგორც თქვენ ბრძანებთ, ეს გავიგე ამ ცოტა ხნის წინ, დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც დავიწყეთ აქტიურად ვისკის შემოტანა. როდესაც მარკეტოლოგს შემოაქვს ვისკი და იწყებს მის რეალიზაციას, ის ვალდებულია, რომ ჯერ მარტო ყველა თავისი პროდუქტი იცოდეს, როგორც თავისი საგემოვნო თვისებებით, ასევე ხასიათით და ასე შემდეგ და ასე ვალდებულებას იღებს თავის თავზე, რომ გაიცნოს კონკურენტების პროდუქციაც, მათ შორის პირდაპირი კონკურენტი თუ არა პირდაპირ მომავალში პოტენციალური კონკურენტი. შესაბამისად, მინდა არ მინდა, უკვე ბევრი ვისკის გასინჯვა მომიწია და ხო, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდი, რომელიც არა მარტო იმიტომ რომ ჩემია, არამედ მისი ხასიათიდან და მისი ისტორიიდან გამომდინარე, დღეს რჩება გლენმორეი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პროდუქტი ვისკის დიდი ასორტიმენტი გვაქვს უკვე, მათ შორის კატისარკი, Label 5, გლენტერნერი და ასე შემდეგ, სასახად მინდა გამოვარჩიო ის კლასიკა, რომელიც არის გლენმორეი. გლენმორეის ჩვენს სიამოვნებით მივერთვით განსაკუთრებით 21 წლიანი მოგწონს. ძალიან კარგი. 15-იანი ერთ-ერთი აი ესე ვთქვათ სწორი მიმართულების და სტანდარტული მიმართულების 15 წლიანი შერიკასკი ძალიან კარგია. მე მქონდა ესეთი შეკითხვა დღეს, რომ აირჩიოთ ვისკი, რომელს აირჩევდით, თქვა ახალს, მაგრამ ალბათ დაგასწარით პრინციპში. პასუხი გაცემულია. გლენმორეიზია საუბარი. კი, იმიტომ რომ ნახეთ, მართლა ამ პროცესში ძალიან ბევრი ვისკის გავეცანით და პატივსაცემია ძალიან ბევრი, არ მინდა რომ როგორც მარკეტოლოგი უბრალოდ დავასახელო კონკურენტების ბრენდები, თუმცა დამიჯერეთ ენაზე ძალიან ბევრი მათგას, იმიტომ რომ ბევრი იმსახურებს რაღაც კარგ მოწინავე ხორუმში ჩადგომას. და ხო, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ყველანაირად გლენმორეისკენ ვიხრებით ჩემი გუნდი პრინციპში ყველა. ძალიან კაი, ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხართ, ნამდვილად საინტერესოდ საუბრობთ. თქვენ ხომ არ გაიხსნებით, ხომ არ გექნებათ რაიმე ისეთი საინტერესო ისტორია, რომელიც ჩვენს მსმენელსაც დაინტერესებს და სიამოვნებით მოგისმენდით. იცით რა არის, აი ამ მოკლე პერიოდმა იმდენი საინტერესო გამოცდილება უკვე შემძინა და შეგვძინა ჩვენ მარკეტინგის ჩემს გუნდს, ბუნებრივია მარკეტინგს ერთი ადამიანი ვერ აკეთებს, აკეთებს ამას მთელი გუნდი. და შემიძლია თქვათ ძალიან ბევრი სახში წასაღები საინტერესო მომენტები გვაქვს უკვე ამ მოკლე პერიოდში და შემიძლია თქვათ გამოვარჩიო ის რომ გემი ავაგეთ 5 მეტრის სიმაღლის 5-ზე რაღაც აი შეგვიძლია უბრალოდ ლიცენზია ვერ ავიღეთ ბათუმის სპორტში თორე გაცურავს შეულებრივად რა
თუმცა ვისკის მორევში ნამდვილად სურავს, იმიტომ რომ ბადალი არ ეყავს, შემიძლია ნებისმიერი შოტლანდიელიც კი გავაუცო, რომ ეს რა. ვინც არის ნამყოფი წინა ფესტივალზე ეს ჩვენ კატის არის გემზია საუბარი? 2025 წლის ვისკის ფესტივალზე ეს გემი ყველას ნანახი აქვს და ესეთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ვისკის ფესტივალზე. ამ გემზე იყო ინტერაქციები, იყო გემზე თამაშები და ნამდვილი გემია მართლა. არ მომწონს იყოს რო იძახის ვალერი იქნება. ეს გემი ისევ იქნება წლევანდელ ფესტივალზეც აუცილებლად 16-17 მაისს უკვე შერატონში. კი ბატონო. ნამდვილად გემი იქნება, გემი უკვე ჩვენ თილისმა შეიძლება ითქვას, თუმცა გემამდე ასევე გოლფი გავაკეთეთ, გოლფის პატარა მინი მოედანი, რომელზეც ძალიან ბევრისგან გამიგია, იქვე გავიგე, რომ სულ აინტერესებდა როგორ უნდა ეთამაშათ. და უბრალოდ დაერტყათ გოლფის ჯოხით, გოლფის ბურთზე და ჩვენ ამის შანსი მივეცით ადამიანებს, განავ ჩვენ ის პროფესიონალები შევქმნით მოთამაშეები, რა თქმა უნდა ეს არა, მაგრამ ძალიან ბევრის ინტერესი დავაკმაყოფილეთ. და ნახეთ, ეს თითოეული ადამიანის უკვე მათთვის შექმნილი ეს მოგონება, ხო, ჩემთვის უკვე არის დიდი ძალა, ჩემივე მოგონება, ხო, ესეა, ეს რაღაცებს ქმნი და ამას აგროვებ, ხო, სახში მიგავს უკვე დიდი რაღაც ჩემოდანი. ძალიან საინტერესოა. გლენ მარის მინი გოლფიც აუცილებლად დახვდება ყველა სტუმარს წლევანდელ ფესტივალზე. თავისი საჩუქრებით როგორც ყოველთვის. Hi, here we have our bourbon barrels. This is the classic style of cask we have here at Glenmurray. These help to provide a wonderful, rich, sweet vanilla character, hints of citrus, and a little bit of vanilla. Slange. ეხლა ჩვენი ბლიცის დრო დადგა და ჩვენ რამოდენიმე შეკითხვას დაკისვამთ. სად ვართ? მარკეტინგი თუ გაყიდვები? მარკეტინგი წელსახ. დიდი ბიუჯეტი თუ კარგი იდეა? კარგი იდეა, კარგი ბიუჯეტით. სხვანაირად არ შეიძლება. ტრადიციული მედია თუ დიჯიტალი? დიჯიტალი, დღეს წელსახად დიჯიტალი. რისკი თუ სტაბილურობა? შაპანური. მომხმარებელი ყოველთვის მართალია? ჩვენთვის ყველა მომხმარებელი ძვირფასია და პატივს ვცემთ, თუნდაც ისინი არ იყვნენ მართლები. ქართული ბრენდი და საერთაშორისო, ვინ იგებს? გააჩნია რა შემთხვევაში? კი, არა, ბევრ რამეს გააჩნია, მაგრამ გლობალურადაც ჯამურადაც თუ ავიღებთ, ცოტა რამეს თუ დავარქვევთ დღეს ქართულს და საერთო ჯამში გლობალური საერთაშორისო ბრენდი დღეს იგებს. დღეს თუ რაიმე კარგი ქართული იწარმოება, უმეტესი მათგანი არის ანალოგი და მაგალითი იმ წარმატებული უცხოურისა. მაგრამ იწარმოება ქართულების და ჩვენ ამის მომხრეები ვართ, ხო? სასახად მომხრეები კი არა, აუცილებელიც არის, რომ ბევრი ქართული ქართულს ყოველთვის უნდა იწარმოებოდეს, თუმცა იმას უბრალოდ მე იმას აღნიშნავ, რომ ჩვენ ჯერ კიდე არ ვართ ინოვატორები, ჩვენ ჯერ კიდევ ღებულობთ მაგალითს უცხოეთისგან. კარგი მაგალითი კარგია. ბუნებრივია. ერთი სიტყვით კარგი მარკეტინგი. ერთი სიტყვით კარგი მარკეტინგი არის კარგი ფსიქოლოგია. ყველაზე დიდი შეცდომა ბრენდინგში. ძალიან ხშირი, არ ვიცი ქართული თუ კავკასიური შეცდომა თუ რა დავარქვა, მაგრამ ძალიან ხშირი შეცდომა არის ის, რომ ჯერ წარმოებაზე ან შემოტანაზე ფიქრობენ და შემდეგ გაყიდვებზე. არ დაპირიქით უნდა იყოს. ჯერ უნდა იფიქროს სად გაყიდი, რას გაყიდი, როგორ გაყიდი და მერე უნდა შემოიტანო ის. ჯერ უნდა გადახტე და ხოპ მერე დაეძახო. ინფლუენსერი თუ ორგანული ზრდა? ვერ გავმიჯნავდი ესეც, იმიტომ რომ პროდუქტს გააჩნია, თითოეულ პროდუქტს უნდა მოარგო ეს, თუმცა ორივე კარგად გამოყენებადი არის დღეს, მაგრამ ყველას ყველაფერი არ ხვდება. გასაგებია. ყველაზე რთული მომხმარებელი? ყველაზე რთულია მომხმარებელი, რომელმაც არ იცის, ცდილობა ასწავლო, მაგრამ არ უნდა რომ ისწავლოს. ბრენდისთვის მთავარი პროდუქტი თუ კომუნიკაცია? მარკეტინგის პრინციპების მიხედვითაც კი, რომელიც უკვე სკოლაში ალბათ უნდა ისწავლებოდეს, პროდუქტი ერთ-ერთი მთავარია, მაგრამ როგორც დასაწყისშიც გესაუბრეთ, თუ არ გაქვს სწორი კომუნიკაცია, ის პროდუქტი სულ რომ რაღაც
აჯაღლო ოქრო იყოს, თუ სწორად არ მიეცი ადამიანს, მას შეიძლება რაღაც მოოქრობილი ვერცხლი იყიდონ. ვერ დაინახოს. კი ბატონო, ასე რომ კომუნიკაცია არსებითად მნიშვნელოვანია, თუმცა ამ კომუნიკაციას უნდა ახდეს ზუსტად ის ბრენდი, რაც მომხმარებელს სჭირდება და რასაც ის გკარნახობს. კრიზისი საფრთხეა თუ შესაძლებლობა? იცით რა არის? კრიზისი ზოგადად ისეთი სიტყვა თვითონ ისე გვაშინებს, რომ თითქოს საფრთხეა, ხო, მაგრამ პანდემიის წინ ცოტა ხნის წინ ძალიან კარგად დავინახეთ, რომ თითქოს თუნდაც რაღაც საშუალებებიც კი, სხვა საშუალებებიც კი აღმოგვაჩნდა თურმე ჩვენსში რაღაც სხვა სუპერძალები შეგვძინა ანუ გამოჩნდა, რომ კრიზისს თავისი სასიკეთებიც ქონია. კრიზისიც კაი ყოფილა რაღაცების სასწაულად. რაც არ ყურავს გვაძლიერებს. კი ბატონო. ერთი რჩევა, რაც წარმატებულ მარკეტერს უნდა ჰქონდეს. ვერ მიაღწევ მარკეტინგის წარმატებას, თუ კი არ მოირგებ მომხმარებლის როლს. შენვე მომხმარებელი უნდა გახდე თუნდაც ყოველ დღე. რა გაღიზიანებთ რეკლამაში? არაბუნებრიობა. ეს დღეს ძალიან ცალკე დგას უკვე. ზოგჯერ შეიძლება რაღაც მომენტში, რაღაც ეპოქაში ეს საჭირო იყო, მაგრამ დღეს ამას ადგილი აღარ აქვს. ზედმეტია უკვე, ხო? ყველაზე ძლიერი ქართული ბრენდი თქვენი აზრით? სუხიშვილი. დიდი პატივი ჩვენგანმაც. წარმატება პროცესი თუ შედეგი? შედეგი. ლიდერი იბადება თუ ყალიბდება? იცით როგორ შეკითხვა, რომ სადღაც ვიღაცას გული მაინც დაწყდება ამ პასუხის გამო, მაგრამ ალბათ აკაკი წერეთელმა თქვა ამაზე პასუხი, რომ მარტო მხოლოდ ზრდნარას რაც კი არ უშველეს, დუბუნებამაც არ უშველა. ესე იგი იბადებიან. სადღაც ეგრე. კი. ერთი სიტყვა, რომელიც აღწერს დღევანდელ ბაზარს? პოლიფონია. იმდენად მრავალფეროვანია ჩვენი ბაზარი. ალბათ უფრო მუსიკაში გადავიყვანით. ყველაზე გადაფასებული ტრენდი მარკეტინგში? მარკეტინგში დღეს უკვე ნაკლებად და ქვევით ვინის, მაგრამ იყო ეგეთი ტრენდი, რომ ყველა პლატფორმაზე უნდა ვიყოთ. რაც არ არის სწორი, იმიტომ რომ ყველა ბრენდს, ყველა პროდუქტს თავის ხასიათი აქვს და თავის მომხმარებელი ყავს. შესაბამისად, ყველა პლატფორმამ შეიძლება მოგცეს პირობითად ბევრი ნახვა და არა სასარგებლო ნახვა. ამიტომ ეს ტრენდი ცოტა ზედმეტია. ერთი რჩევა ახალგაზრდა მარკეტერებს. და ამით ვასრულებთ ჩვენს ბლიცს. ბლიცს, ხო? ნახეთ, ახალგაზრდებს ურჩევდი, რომ გაითვალისწინონ, რომ დრო აქვს ძალიან ცოტა. დრო აქვს ძალიან ცოტა, მით უმეტეს მარკეტინგში დრო იმდენად ცოტაა, რომ ამას ყველა ითვლის. თუ რაიმეს ფიქრობ დღეს, გააკეთე დღესვე, თორემ ხვალ აუცილებლად სხვა გააკეთებს. ძალიან კარგი რჩევაა და გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანისგან. გიორგი, მინდა დავუბრუნდეთ ჩვენს ერთობლივ გამოცდილებას. თქვენ უკვე მეოთხედ იღებთ მონაწილეობას თბილისის ვისკის ფესტივალზე და არ არის ეს მონაწილეობა, თქვენ ხართ ჩვენს გვერდით პირველივე ფესტივალიდან და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოგიხადოთ და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ისეთი კომპანია, რომელთანაც განსაკუთრებულად მარტივია თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის. რომ დაუბრუნდეთ პირველ ფესტივალს. აირჩევდით ისევ მონაწილეობის გზას? უთუოდ. და გაგიმხელთ კიდე ერთ საიდუმლოს მაგასთან დაკავშირებით. როდესაც ჩემი და თქვენი კომუნიკაცია შედგა, გაგახსენებთ, რომ ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი ფესტივალამდე. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვქონდა გუნდში ამისთვის მოსამზადებლად, შესათანხმებლად და ასე შემდეგ. როდესაც გავაჟღერე, რომ ტარდება ვისკის ფესტივალი, იყო ძალიან ბევრი, რამდენიმესგან უბრალოდ წარმოვიდა კონტრო არგუმენტები, რომ აი ხომ არ მოვიცადოთ, ხომ არ გამოვტოვოთ, დავაკვირდეთ სხვებს რას აკეთებენ, რას გააკეთებენ და მოდით შემდეგზე ხომ არ მივიღოთ მონაწილეობაო. თუმცა ჩემი დაჟინებული სურვილი და მოთხოვნა იყო, რომ ჩვენ ეხავე უნდა გავუკეთებია ეს. შესაბამისად,
კი, მე მახსოვს ეს პერიოდი ძალიან კარგად თვეზე მახსოვს, ნაკლები რომ იყო ძალიან ცოტა დარჩენილი, დრო მე იყო. მახსოვს ჩვენი პირველი კომუნიკაცია და თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი. კი ბატონო, შესაბამისად ჩვენ ეს შევძელით გადაჭარბებითაც, ასე რომ ის ფაქტი, რომ ჩვენ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, ამას უკვე 3 დასტური ქონდა და მეოთხე ფესტივალიც კიდე უკვე წინ იქნება. მეოთხე გველოდება. ხარია. გერგი, იყო რამე, რაც ჩვენ როგორც ორგანიზატორებმა ვერ შევძელით, ან ის ვერ გავაკეთეთ თქვენ როგორც კიდევაც. თქვენი პირობები რაც იყო, უბრალოდ რასაც შევგვირდით, ის მოლოდინი გადაჭარბებით შესრულდა და იყო იმაზე მეტი ორგანიზება, იმაზე მეტი საზოგადოება იქ, ვიდრე ჩვენ ამას მოველოდით. ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა ამ კარგი წამოწყებისთვის, კიდევ ერთხელ მადლობა ამ კარგი საფუძველის ჩაყრისთვის, კარგი ორგანიზებისთვის და ყოველთვის ამას აღნიშნავთ, რომ ეს იყო თავიდანვე და დღემდე არის სამაგალითო ფესტივალი, რაც სხვა კატეგორიაში, სხვა ბრენდებში არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან ბევრი ლუდის ფესტივალი ჩატარდეს, ღვინის ფესტივალი და ასე შემდეგ, ესეთ ფესტივალი საქართველოს არ ქონია. მადლობა შექებისთვის. ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა ხოლმე ყოველთვის, როგორც გემზე ვისაუბრეთ, ესე გოლფზე და გლენ მარის სტენდი ერთ-ერთი გამორჩეულია ხოლმე ყოველთვის. და მოუწოდებ ჩვენს მსმენელს, რომ როდესაც მოხვალთ ჩვენს ფესტივალზე, აუცილებლად ესტუმროთ, გაერთოთ, ნამდვილად ისეთი აქტივობებია, განსაკუთრებით საჩუქრები უყვართ ხოლმე, ძალიან ბევრი საჩუქრებით ანებიუროთ ჩვენს სტუმრებს და მადლობა ამისთვის. გიორგი, თქვენი გამოცდილებით, მონაწილე კომპანიების 80% სწორედ იყენებს თუ არა ფესტივალს? იცით როგორ არის, მე არ მაქვს უფლება, რომ რაღაც ვინმე გავაკრიტიკო ან რჩევაც კი ცოტა თავს შევიკავებ, თუმცა იმას ვიტყვი, რომ დღეს არ არის იმისი დრო, რომ სტენდთან შენს ლამას კარგ სტენდთან დადგე და მოხარებელს დაელოდო. მე ამის უფლებას იმიტომაც ვერ ვაძლევ საკუთარ თავს, რომ ფესტივალის დაწყებამდე, ლენტის გაჭრამდე ჩვენ მთელი გუნდი იქავართ და ვხედავთ ასევე სხვა ჩვენი მეგობარი კონკურენტების როგორ შრომობენ, როგორ აგებენ თავიანთ კოშკებს, მოდით ესე დავარქვათ, და დიდ შრომას დებენ ამაში. მაგრამ თუ პირველ ფესტივალზე იყო მომხმარებელი, რომლებმაც იცოდნენ, რომ აი ამ სტენდთან უნდა მისულიყვნენ, დაელიათ ამდენი ჟეტონი უნდა გაეცათ და დაელიათ ესა და ეს კონკრეტული სასმელი, უკვე მეორე მესამე ფესტივალზე ეს არ ხდება. უკვე მომხმარებელი თვალს სხვანაირად ახელს. სტუმარი მოდით ასე დავარქვათ, არა მომხმარებელი, უკაცრავად. სტუმარი თვალს სხვანაირად ახელს და ცდილობს, რომ იმ ჩარჩოებს უკვე გასცდეს და გავიდეს იქ, სადაც უფრო მეტი ხიბლია, უფრო მეტი ინტერესია. ასე რომ ის რომ დღეს ლამაზი სტენდით ხარ წარმოდგენილი, ძალიან კარგია და ძალიან დიდი შრომა, უკვე საკმარისი არ არის. ცოტა მეტი უნდა გააკეთო. ფესტივალის სტუმრებიც გაიზარდნენ, ესე ვთქვათ. კი ბატონო. და უკვე იციან რას მიაქციონ ყურადღება და რას არა. მოლოდინი უკვე სხვა აქვთ, ვიდრე მარტო ის, რომ 10 დრამს დამისხამს ვიღაც კარგი ვისკის შემომტანი. სხვა რაღაცას ითხოვენ უკვე. აი ზუსტად იგივე არის, რომ აქაც იმ ჩვენს სტუმრებს უნდა აუწყოთ ფეხი, მათი უნდა გვესმოდეს და მათ უნდა მივცეთ ის, რასაც მითხოვენ. და არჩევანიც უკვე ძალიან დიდი აქვს. წლევანდელ ფესტივალზე 3000-ზე მეტი რელიზი იქნება სტუმრებისთვის, რომლებსაც შეიძლება დააგემოვნონ და ეს უკვე ძალიან დიდი არჩევანია ჩვენთვის. ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის და ჩვენთვის კიდე უფრო მეტი გამოწვევა არის ყოველივე, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად იზრდება მონაწილეთა რაოდენობა, ჩვენთვისაც ერთი რომ საინტერესო ხდება, მაგრამ უფრო საინტერესო, უფრო ჩელენჯი არის, რომ ის შეთავაზოთ საუკეთესო, რომ თქვენთან მოვიდეს მეტი სტუმარი. ჩვენი სტუმარი უნდა გავუშვათ აუცილებლად აი ისეთი დასამახსოვრებლით, რომ თქვას, რომ ეს მარტო ვისკი არ დამილევი, ეს იყო რაღაც. ესეთი იქნება გლენ მარის ეს განსაკუთრებული რელიზები. კი ბატონო. დღეს როგორ აღიქვამთ ფესტივალს, როგორც ლოკალურ ივენტს თუ უკვე პლატფორმას, რომელსაც რეგიონალური ან გლობალური პოტენციალი აქვს? იცით რა არის, მიუხედავად იმისა, რომ მე
წარმოადგენ კომპანიას, რომელიც ოპერირებს ლოკალურ ბაზარზე, ამ ეტაპზე, ხო ესეა და ჩემთვის საინტერესო არის მხოლოდ ის ლოკალური მომხმარებელი, რომელიც ჩემს ბაზარს სტუმრობს, ასე ვთქვათ, ქსელების თუ არაქსელების სახით. და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარედან შემოსული დროებითი სტუმარი, თუმცა მიუხედავად ამისა, მე მაინც მჯერა, რომ ეს წამოწყება თბილისის ვისკის ფესტივალი გარდაიქმნება ბრენდად, რომელიც შემდეგ გახდება როგორც პირველ რიგში რეგიონალური ბრენდი და რეგიონალური ფესტივალი, ხოლო შემდეგ სამაგალითო იქნება გლობალზეც. და პირდაპირ კითხვა, დარჩებით თუ არა იმ გზაზე ჩვენთან ერთად, თუ ეს ზრდა გაგრძელდება? მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ შეკითხვაში უბრალოდ სიტყვა თუ ზედმეტია, იმიტომ რომ ეს ზრდა გაგრძელდება როგორც თქვენი მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდანაც მე ამაში კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ. თუმცა ნახეთ როგორ სიტუაცია, იცით, რომ დღეს უკვე მგონია, რომ ვისკის ფესტივალი წარმოუდგენელი არის იმ ბრენდების გარეშე, რომელსაც მე წარმოვადგენ და ასევე ჩემი ბრენდებიც მოუდგენელია. კი, გეთახმებით, ჩემი ბრენდები ძალიან მოიწყენენ ამ ფესტივალების გარეშე, ასე რომ ჩვენ დიდი ხანგრძლივი საერთო გზა გვაქვს. გიორგი, როგორ წარმოგიდგენია, როგორი იქნება თბილისის ვისკის ფესტივალი, თქვათ, 3 წლის მერე? თბილისის ვისკის ფესტივალს ისეთი სწრაფი ტემპი აქვს აღებული, რომ 3 წლის შემდეგ, რაც თითქოს შორს არის, მაგრამ არც ისე და ამ მოკლე პერიოდში მგონია, რომ ძალიან ბევრი ექნება შემოერთებული რეგიონალური ქვეყნებიდან და ბევრად უფრო მასშტაბური იქნება, რაც ალბათ მოითხოვს საჭიროებას, რომ 2 დღიდან მინიმუმ 3 დღეზე მაინც გადავიდეს. იმიტომ რომ ხო, ხალხი ზოგი ვერ ასწრებს მოსვლას. ზოგადად აპრობილებულია 3 დღიანი ფესტივალები, მაგრამ აი მესამე დღეს ამატებენ ხოლმე პროფესიონალებისთვის და ცალკეა ხოლმე კომპანიებისთვის. ანუ 2 დღე სტუმრებისთვის და მესამე არის მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალებისთვის. ესწრებიან იმპორტიორები და თვითონ კომპანიები, რომლებიც მონაწილეობენ. ეგეც საინტერესო სტრატეგია. გლობალური ბრენდები. კი, ეგეც საინტერესო სტრატეგია და მგონია, რომ მაგასაც მაგამდეც მიხვალთ. მაგრამ ეგ შეიძლება მე-4 დღეც იყოს, იმიტომ რომ ქართულებს ხოც სხვანაირად უყვართ მაინც. პარასკევი ჩაბათის კვირაც. კი ბატონო. და ჩვენ ბლენდკასტში ვართ და ჩვენი ტრადიციული შეკითხვა რო არ დავსვა არ შემიძლია. კარგი იქნებოდა თუ. წარმოიდგინეთ 10 წლის შემდეგ უკან იხედებით და რა უნდა იყოს ის ერთი შედეგი ან მიღწევა, რასაც იტყვით, რომ ეს ნამდვილად ღირდა. როდესაც 2026 წელი დაიწყო და ლა მარტინიკესმა მოგვცა ის შედეგები, გვანახა ის შედეგები, რაც იმ ქვეყნებს შორის დაიდო, რომელსაც ისინი აწვიან თავიანთ პროდუქტს და ეს არის ჰოლდინგი, ფრანგული ჰოლდინგი, რომელშიც არის შემავალი Glenmorangie, Glenturner, Katisarki, Label 5, Old Virginia და ასე ის ბრენდები, რომელიც ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი ცნობილი ბრენდები არის გლობალურ ბაზარზე და ისინი ამის რეალიზაციას ახდენენ კიდევ უფრო დიდი ასორტიმენტით, თანაც ძალიან ბევრ ათობით ქვეყანაში და გაგიკვირდებათ და ჩვენ ვართ მე-18 ადგილზე უკვე. ეს არის ჩვენი დიდი სიამაყე, ჩვენი დიდი შედეგი და თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის ისეთი არაფერი, რომ ვთქვათ, რომ აი 18 კი კარგია, მაგრამ ჩვენი მიზანი სხვა არის. ჩვენი მიზანი ის არის, რომ 10 წლის შემდეგ რომ მოვიხედებით უკან ჯერ პირველ რიგში რა თქმა უნდა 10 წლის შემდეგაც წინ უნდა ვიყუროთ და ესეც იქნება, მაგრამ 10 წლის შემდეგაც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ტოპში ვართ, ტოპ 5-ში მინიმუმ. ძალიან კარგი. ჩვენი მიზანი ეს არის და მგონია, რომ ჩვენ მივართ აქამდე. ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის მე-18 ადგილიც საკმაოდ ისეთი კარგი ადგილია, კარგი პოზიციონირებაა მე-18 ადგილი. კი ბატონო, ესეც მოიტანა იმ სწორმა მუშაობამ, სწორმა პოზიციონირებამ, რაც ბრენდს ჭირდება, ბრენდებს. რა თქმა უნდა.
ძალიან კარგი. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. ნამდვილად საინტერესო რესპონდენტი ყავდა დღეს. მადლობა გიორგი. მადლობა რომ დრო გამონახეთ და მოხვედით ჩვენთან და კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის რომ თქვენ აი პირველი ფესტივალიდან თქვენი კომპანია ჩვენ გვერდით დგას და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა. დიდი მადლობა თქვენ, კიდევ ერთხელ მოწვევისთვის, დიდი მადლობა იმ წამოწყებისთვის, რასაც აკეთებთ და შევხვდებით ვისკის ფესტივალზე. მადლობა აუცილებლად. მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა ჩვენ მაყურებელს და ჩვენ მსმენელს. გააზიარეთ, მოიწონეთ ჩვენი გვერდი და გაუზიარეთ დღევანდელი ეპიზოდი ყველა თქვენს მეგობარს, ვისთანაც ერთი დრამის მირთმევა გიხარიათ. Hi, here we have our bourbon barrels. This is the classic style of cask we have here at Glen Murray. These help to provide a wonderful, rich, sweet vanilla character, hints of citrus, and a little bit of vanilla. Slange.